მოგესალმებით, არხის გამოწერებო. ჩამოვედით დღეს წალკის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად სოფელ ბეშთაშენში, ეს ადგილი ყველა მიცით, სადაც გაზაფხულზე იმართება შეჯიბრებები, ამის გარდა სადაც ძალიან ბევრი დადიხართ და ძაღლებს გეშავთ. მაინტერესებდა პირველ რიგში როგორი პირობა იყო, მაგის გარდა ვიცი რომ ამ პერიოდში აქ ძალიან კარგად არის ფრინველი, ალბათ ხვდებით ისვით ძალიან კარგად გადის. გამოისმის მწყის ქუთქუთის ხმა, გვინდა დღეს ვატაროთ ისევ რომ ჰქონდოდა ნინა, შევიხვედროთ ბევრი ფრინველი, ძალიან მაგარი პირობაა, როლანდ, ძალიან მაგარი ნესტი, ანუ ბალახი ძალიან ცვრიანია, კაი სისველი აქვს. ერთადერთი პრობლემა რაც არის, არ არის ნიავი და ბალახი ოდნავ მაღალია, მაგრამ არა უშავს. იმდენად ბევრი ფრინველია და იმდენად კარგი სიგრილია, ვფიქრობ რომ გვექნება კარგი მუშაობები, შევიხვედროთ ბრეიქ ფრინველს, რაც ძალიან ჭირდება ჰონდოს რომ გაამყაროს ნაბული, დახვეწოს მისი სტილი, მანერა, ყველაფერი, გააუმჯობესოს ყნოსვა და ვნახოთ რა გამოგვია რა. ყველა არის სვენებს. კი, ადგილი იდეალურია. ეს ვეღარ ისვენებს, უკვე სუნები ესმის, ხმები ესმის, გაგიჟებულია. მოკლედ, ვივით მაქსიმალურად დროში არა ვარ. ხო, დროში არა ვარ შეზღუდულები. დიდხანს ვივლით შედარებით, რომ ძაღლებმა კარგად იმუშაონ. მერე სადმე დაუბანაკდებით, ცოტა წავითევზავებთ, ნახოთ, იქნებ თევზის დავიჭეროთ და საღამომდე დავისვენებთ, საღამოს ისევ გამოვალთ და ისევ გავატარებთ ძაღლებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოგვიშთა დრო, მოგვეცა საშუალება, რომ ესე დიდხანს ყოფილიყავით ბუნებაში, გვეგეშა ძაღლები, გვენახა ნადირობის სეზონამდე. მოდიახ, ჩემთან. მოდიახ, რა სიტუაციაში არიან, დავხვეწოთ მათ მანერები. ჩემთან. და ნახოთ, აბა რა გამოგვია რა. შევხედოთ დროებით, ნახოთ, იმედია კაი დღე გვექნება დღეს. გვექნება რა. წავედით. ოკეი, წავედით. ნახეთ. ესე ჩავყვეთ და მე ამოვყვეთ რა. არა, შვენიერი ბალახია. ნახე. რონდომ უკვე იყნოს რა. მიდი მიყევი. აუ ის არა ქვია. რომ მივახლოვდები, ნელა გაჩერდი, ნელა მივახლოვდი ბოლო ნაბიჯები. ნახე რა ხელა. პარტიაში კითმის. ვინა. არა უშავს. ვა. შორს არიან და მოვტრიალე. ანდო, შენთან. მოიცა, აცადე. მიდის ტოლვით, მიდის. ვა, ამდენი ხანია რას მიყვა. რამე ხო არ დაი, მოდი ჩემთან. ჩემთან მოდი. გვერდზე. ძალიან მაგარი სიგრილია. 7:09 და ძალიან გრილა. ძალიან კარგი პირობაა. ფრინველი ძალიან მაგრად არის, ყველგან ხმა ისმის.
რაც ამოფრინდა ეხლა რაც დავინახეთ ამოფრენილი ფრინველი ყველა ჯერჯერობით დიდი ზომის არის რო თქვათო ჩოჩრები და პატარებია არ გვინახავს რა ანუ სეზონისთვის კარგი პირობა იქნება სანადიროდ აქეთ ხარეს თუ ეს მინდვრები ძალიან კარგად არ გაითი თუ ბოლომდე არ გაითიბა რა და იმედია რაღაც მინდვრები მაინც დარჩება გასათიბ ნაბოლზიანი ერთი ცუდი რაც არის ძაღლს თვალი არ უნდა მოაშოროთ რომ არ ჩანს ბალახი იმდენად მაღალია რა სტოპ ნინა там материал там ოდი აქეთ ოდი აქეთ там რა კარგ ტემპში დარბის როგორ დაკნა როგორ ამოიყვანა ო მშვენიერ ძალიან კაი ცხვირია რა მაგრამ დამოკ ოდი ნინა დამ ცოტა მაღალია ბალახი რა იქნებ სანმე ცოტა დაბალ ბალახიანი ნახოთ რა სახს უნდა დააკვირდა კარგად თორე უყურებ ბალახში არ ჩანს რა რაც არ ვაშორებ მაგრამ ეს თობა კიდე ახლოს ხარამიდი კაჩერი ჯერ არ მიცებ ბრძანება აცადე ნუ ეუნები სტოპს კაჩერი ეჭირა აი შე აღარ უთხარ არაფერი მიუშვი არო აი წანგაიქცან აგე სტოპ ნინა აუთმან სტოპ მიდი მახლოს მაგას სტოპ Hondos იუში საიდან ეპარეო როცა თვახი მწყერი დახვეწილი მწყერია წამ მოდი წამონინა არა მოტრიალდი წამ რაღაცა რაღაცა არიან ერთმანეთს ულია ნახე როგორ ნელა საამიგი ბაბა აგე საიდან არის What is there? Tamam, ცოტა იქეთ მივიწევ, შეიძლება დაბალი ბალახი ის კი ჩაჯდა იქ. Тамონი. შერეულია რა, ზოგან მაღალი ბალახია, ზოგან დაბალია რა, შეიძლება პოვნა ისეთი მინდვრი, სადაც აი ესეთი დაბალი ბალახია, რომ ძაღლს კარგად ხედავდეთ რა. არა, წავიდამი.
ახე რა მაგრაშ ისე. ოპა, კოღო ამუშავდა. სუიცის რა ის ნიავი მიმართულებას და ეგ არის. ერთი მხრიდან არ უბერავს რა. დამდგარი ეს. ეს კაი მინდორიჩა, საბატა მოიქ შევიდა. ბრავო, ხოჩა. რა, რა მოიყვანა, ხო? სუპერბიტი, მოდია. ნაბულზე რაქნა. ვერ დავინა. წამო ორივე იქ ჩაჯდა, წამო დროზე როლან. მანდო. მოიყვანია, ბამონ. წინ. მანდო. დადი. მანდო. წინ. მიდი. აუ აქ რამ ხელა ბანახი. მიდი. წინ. მოდი. წინ. მოდი. ჩამ ხელა აქ რა სამოიყო. წინ. აქ რა სამოიყო რამ ხელ. მიდი. წინ. უფ. ო ჩანა ხელა ხელაი. ოჩ კარგი გო. წამწამ მოქუჩარდა. წამო ოჩ კარგი გო. მოდი. წამო. წამო. მანდო. მოატრიალე. უბრალოდ რო აღარ იცის, თორე ესეთ ამ პირობებში ნიავი რო არა, საგეშსაღლი არ უნდა ატარო, მაგრამ სეზონი რომ მოგივა, სეზონზე ესე ნიავს ვერ დაელოდები რა და სეზონთან მიახლოებული სიტუაცია, ამიტომ უნდა ატარო, რომ დაიხოცოს, თორე უნდა ინადირო მე სეზონზე რა. ეგარი რა. საკითხი ეგა. ეგრეთ გასაკითხი. ეგ ხა ნორმალურია აქ. აჰა, მოვიდა, არა, ნადირო. გლიკოზავ. მოდი აქ. ჰონდო. ჩემთან. ოჩა. დაგინას, ვხედავ დაანება თამაში თავი. გადაერთო ეძებს რა. მუშაობს. აი აქ შვილიდან დაბალი აქ უეჯოლი რამდენიმე შევიხე. არის ნახე რა კაი მინდორია. დაბალია. პირობა ნელა ვიაროთ. არ მივაწვეთ. და ცოტა რა სიგანი არა, მაგრამ შენ ერთ მხარეს დადეგ. მე მეორე მხარეს და გავშალოთ რა. მიყევი. არა. მოდი. ეს მინდორით ავიარეთ. ჩავიარეთ. ნელა. მიდი. და იქეთ უნდა გადავიდეთ, გვერდ და ჩავყოთ ქვები. დაგინდა ტემპი უჭირავს, ხო ხედავ? თითქმის თითქმის საათია. დარბიან რა, თითქმის კი არა საათია რა. ნელა. უსტა ნიავი არა გვაქვს საერთოდ რა.
ეს არის აი ოდნავ იქედან უბერავს და მასეც მუშაობენ რა. მიდი ჰონდო გაერკვე. ნელა. არა, თავი ნინა. წავიდა ოჩა. აი ჰონდო მიადგება წესით ახლა რა. რა. ნელა. ოჩა. ყავს მაგას. შვენი. That's ჯერ არ მიცევ ძალება იდგეს. ნინა stop. ნინა stop. ოჩა. რატომი ცოტა საჩარდო დაი. უნდა გაგეჩერებინა კიდე რა. რაო? კიდე უნდა გაგეჩერებინა თქო რა. მოდი ჩევთ საჩარდო. მე კიდე არ გაეპარო. მე რა. ჰონდო. პარტყი ცოტა პატარა. ჩემთან. წინ. კიდეა. მოიყვანე. მოდი აქ, მოდი. მოდი აქ. წინ. ამანაც იყოს. ჰონდო. ჩოჩრებია. Stop. ოჩა. კარგი ოჩა. მოდი ჩემ. შვენიერ ბუდეს წავედი. აი ჩარჯდენ წამო. იქიდან არის ოდნავ ნიავი და ეგრეც ეწყობიან რა. აი ჩარჯდენ. ოდნავ ნიავი და ეგრევე იმუშავეს და. ხო, აი მაგას ჩვენ ვერ ვძდობთ და იმ ოდნავ ნიავს თვითონ ეს რაღაცას შვენი, კაი ბიჭი. მიდი. ო, კაი, დაუძახე მიდი. არა, საგანუშა. როგორ უნდა დაუძახე ეგ მასწავლე რა. ნახე, უნდა მოურბილო თუ პირდაპირ. ნახე. აი. ცოტა წინ არიან, წამოიყვანე. აი ზუსტად ეგ ჭირდებოდა, მაგას არ გეუბნებოდი მეთქი, აი ბუდეს უნდა წაადგენ, პარტყები ასოი ბევრი რო არიან. ზოგი დარბის, ზოგი გაჩერებულია და მაგ დროს იბეჭდავს თავში რა. ესენი თუ იპოვეს ვაფშე მაგარი იქ. ნელა, აი აქ ოჩ, მიდი. ეგარი მიდი ბიჭო. აგე, ოჩ, გადავს ნელა. ძალიან ნელა მიდი, ხა ისინი არ დამფრენ. გაერკოს. აცადი გაჩიდი, ვაფშე ხარაჩი ცოტა ხანი. აცადე. თვითონ გაერკოს. გაჩიდი წამ. აქარია სადაც. ნელა. აუ ხოლმე შევიდე. ო, აი ან გარბიან ისინი.
ის პატარები რა. გაურბია, ძალიან გაურბია. ამიტომ თვითონ გაერკოს რა. ეგ არის რომ მივიდეს და დააფიქსიროს, უნდა დაკეტოს ეგ ფრინველი რა, გარბის თუ რაღაცა იმ მანძილზე უნდა ყავდეს რომ სადაც გაჩერდება, ესაც გაუჩერდეს რა. არა არიან. ამით დილით გასვლა. მოვრჩით. ვიარეთ ძალიან ბევრი დაგეგმილი როგორც გქონდა, ვიარეთ საათ 9:30-ზე ცოტა მეტი. ფრინველი ნახეთ, არის ფრინველი, კარგად უბრალოდ ძაღლებს არ ქონდათ ბევრი მუშაობა ის რაც ჩვენ გვინდოდა და რა მუშაობები შეიძლება ქონოდა. ძაღლებს იქიდან გამომდინარე, საერთოდ არ არის ნიავი. ძალიან სქელია ბალახი და გვიწევდა მინდვრების შეცვლა. ნახვა ისეთი მინდვრი, სადაც დაბალი იყო ბალახი. მაგრამ არა უშავს, ვარჯიშისთვის ძალიან კარგია. პირობა მიახლოვებულია სანადიროსთან, იმიტომ რომ შეიძლება ესეთ სიტუაციაში მოგვიწიოს ნადირობა. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ეს ბალახი ესეთი ხშირი და დიდი აღარ იქნება, ბუნებრივია ჩაწვება და უფრო მეტი კარგი პირობა იქნება ძაღლისთვის სამოძრაოდ რა. კარგი ისაა რომ ფრინველი კარგად არის. აქვს როგორც ჩანს საჭმელი, ხედავთ გადამწვანებულია ყველაფერი. აქვს წყალი და ჩემი ვარაუდით დიდხანს დარჩება. ეს მინდვრები გაითიბება უმრავლესობა, მაგრამ ნათიფში, ნამკალში წუწუმები იქნა, ისევ წამოვა ახალი ბალახი და სეზონისთვის მოკლედ წერი უნდა იყოს რა. ეხლა დავისვენებთ, დავბანაკდებით, მაგრამ დაცხა ძალიან. ფიქრობთ ვითევზაუდოთ თუ არა, თორად ტყის პირას დავცემთ ბანაკს სიგრილეში, დავისვენებთ, ღამე ნასიარულები ვართ, გამოვიძინებთ და საღამოსაც ვივლით. დაახლოებით იგივე დროს ძაღლებს დაისვენებენ, აღიდგენენ, ჩვენც აღვიდგენთ და ვნახოთ რა. კარგი დასვენება გამოგვივა მოკლედ რა, ძალიან სუფთა კარგი აერი გვაქვს და ნახოთ აბა დანარჩენს საღამოს. ესე დავბანაკდით ტბის პირას, სადაც მდინარე და ტბა ერთმანეთს უერთდება. ჩავყარეთ ალკესები. ვთქვათ რომ დიდი მოთევზავეები ვართ თუ არა, მაგრამ სადღაც შუა დღემდე ცოტას ვითევზავებთ. რო გავიყვანოთ, მე გადავინაცვლეთ ტყის პირას უკვე იქ წამოწვევით და დავისვენებთ რა. მაგრამ სიგრილია რა, ჯერ სადღაც 10 საათი ხდება და არც ხელა რა მზე არ გვაწუხებს, ამიტომ მაქსიმალურად სანამ მზე შეგვაწუხებს ვიქნებით ტყის პირას. მე ძაღლებს შევუშვებთ წლებში წყალში, გავაგრილებთ და ნახოთ აბა თევს როგორ დაუჭერთ. აბა როგორია? კარგი, მშვენიერი. ხალხი არ არის? სულ ერთი მანქანაა იქეთ, ხო და ერთი ნავით არიან ბიჭები შესულები. მე ვფიქრობ თევზაობისთვის ცოტა გვიანია, თევზი უფრო ადრე მოძრაობს ჩემი გამოცდილებით, მაგრამ რა ვიცი, დროის გასაყვანად ღირს რა, სუფთა ჰაერია. ეხლა კაი ჩაის დავლებთ. მშვენიერი, ძაღლები კარგად ვატარეთ. საღამოსაც გავატარებთ და დავლიოთ ეხლა კაი ცხელი ჩაი მივირთვათ. კაი, მინდი. დაატრიალე. ოპა, აჰა. ესეც პირველი ნადავლი. აგინა მშვენიერი ეგზემპლი არია. ეხლა დიდი მეთევზეები ჩვენ არა ვართ, მაგრამ გასართობად რა უჭირს, აროკო? მშვენიერი, გავზომოთ, სურათები გადავუღოთ. ლაპ შეგვიძლია გავუშვათ. აბა პატარაა. დავისვენეთ, ვისადილეთ და მაგარი კაი ნიავით შევხვდა საღამოს. გასტიგავენ. ვიაროთ.
დავატაროთ კაღლები, ნიავი კარგია, მინდორიც კარგია. ხო, იმედია რომ მინდორი ნიავი შეგვიწყობს ხელს, რომ რამოდენიმე ნაბული მაინც გააკეთოს. რა თევზი ვერ დაუჭერეთ, სულ რამოდენიმე წელი. ისიც გაუშვით. დროგვიან დაუჭრეთ თევზაობა, მაგრამ ისთვის ჩამოსულები ვართ, ფრინველი ვიპოვოთ, პირობა ბევრად უკეთესია რა. ჩვენ რა უნდა ვქოთ, იცი აი მარჯვი მივიწიოთ. იმას შევყოთ და იქიდან ამოვხოთ რა. და ნახო, სავარია რომ ნიავი ამოვარდა. ბევრად კარგი ნიავია და დიდი იმედი გვაქვს რომ ფრინველი შევხვდება რა. დავიდა. დავიდა. როგორ გაიამხნება ხია გას. ახლა როგორ უმატებს რო ეძახი ხედავ. მე ესეც ნაბული ჯერ არ მიცემ ძალიან გააჩერი დაელოდი კარგად ნიავი წინ აქ მაგას შორს ეყორი აქედან გადავა შეიძლება ისე გადავა არა აცადე მოიცა აცადე რა გაიმყაროს მიუშ წინ ვიდი ეცი ჰა ვიდი გაიპარა ან არყავდა ან ჩოჩორი და რაღაცა მე გაერკოს მიწა ეს მონტრია არა თავის ზევით ნინა არა უშ ეგ აჟიტოთ მაგ ჰა ზუსტად მაგიტო ვატარებთ რომ მიხვდეს რას გაუკეთოს ნაბული და რას არა მილიონი სულები ხა მოტრიალდი წამო მოდი აქ ოჩა დავიდან ცოტა ჩავიწიოთ და ნუ ამოვყვებით ეცად დავაგდებიან რა გას ხო გელოდება ეხლა რომ მიხვალ ერთი 5 წამი დაალოდო და გავუშვი მიუშვი მეცთან აგე შვენი ძალიან კაი ეხლა არ იყო წვილი კარგი გიგო ამიტომ იქიდან უნდა ვიაროთ რა წამო გავიწიოთ წამო ნინა ანდო მოდი აქ მან დავშევდივოთ ამოიყვანა ხედავ ხურბლინა გარი წამო ნინა წამო დაანებეთა ფუფ აგე მეორე ახლა ამდენი წერია ხორბალში ხო ბიჭო ხორბალში სიარული არ შეიძლება რა პონტია თორე დიდია რა ბალახი მაგრამ კაია რა მაგარი დატვირთვის ძლიერდება რა ამით
ორგანიზმი უძლიერდება რა და მე შემოდგომაზე დაბალ ხელბალახში უფრო კარგად იბენენ რა. კაი დატვირთვა ახლა ამათთვის დღესთელი. ცოტა აქეთ მივიწევ, იქნება რამე ამოვიყვან და მაქეთ გადმოვიდე. მოდი. მოდი. მოდი ნინა წამო. დავიდე. აგე ხორბალში ბევრია რა. ხორბალში არ დავბივარ შეგნებულად რომ გლეხს ყანა არ გაუფუჭოთ. თონდო გამოდი აქე. ჩვენ არ შევ მიდ დავიდე. აი კაი მინდორი. ჩვენიერი რა. მიაუწყები და ნახო რა. რაღაცა შევიხვდი რა. ამას გეუბნებოდი აქ გადავიდე. ელავია რომ არ მივაწვით დაღლებს. დაანელავია. და ცოტა გავიშალოთ, ახლოს ავართ, მინდა რომ მეტი სიფცი ავიღოთ, რომ ორივე ძაღლმა გაშალონ ზა. მიდი. აი, საკმარისი. წამო, მინა. მოდი. ერთი კარგი წვიმა გვინდა მთელ საქართველოში და კარგი სეზონი გვექნება ყველას. ძალიან დაგვალულია აქაც რომ დილით ოდნავ სინესტე ქონდა. როგორც კი მზი ამოდის, მერე შრება რა, არ კმარა. ძალიან სიცხეებია აქ, საგი. ერთი კარგი წვიმა გვინდა მთელ საქართველოში და კარგი სეზონი გვექნება ყველას. ძალიან დაგვალულია აქაც რომ დილით ოდნავ სინესტე ქონდა. როგორც კი მზი ამოდის, მერე შრება რა, არ კმარა. ძალიან სიცხეებია აქ, საგი. ამათმა ეხლა რა მანძილიც დაფარეს რა. ამ სიტუაციაში სირბილი. სანადირო სიტუაციაში სამი მაგდენ სირბილი რა. იმიტომ რომ ძალიან ნელი ტემპის ხო. არა, ძალიან წინა ბევრი წინაღობები ქონდა რა. ძალიან მაღალი ბალახია და ძნელია რა. ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. გავაკეთეთ ეს მაქსიმუმი რაც უნდა გავწურეთ ძაღლები რა. ესეთი რამე ეს ერთხელ კეთდება სეზონის წინ. ძინვარით შეიხვედრეთ მაინც. ხო, ნუ დახვეწე სიტუაცია ვნახეთ, აი ვარჯიში გამოვიდა. ეგ არის აი სეზონი რო დაიწყო. ის დატო. სეზონი რო დაიწყო. მომოგიწევს ასვას ვარდილას აღამოს ნადირობს, ხო? მასთან მე იმ პერიოდის უკვე ბევრად მზად იქნებიან რა. ფორმაში იქნება. ხო.
წინ. Stop. ავრამ. აი, მოკლედ ამით მოვრჩით რა. კარგი დღე იყო, კარგი დღე გამოგვივიდა. კაი დრო გავატარეთ. ძაღლებმაც კარგად იმუშავეს, კარგად დაიღალნენ. მოკლედ სეზონისთვის გენერალური რეპეტიცია გავლილი აქვთ რა. კი ბატონო. ნამდვილად რა, ბევრი ენერგია დავხარჯეთ ჩვენს და ჩვენზე მეტი ძაღლებმა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ბალახში მოუწიათ დიდხან სირბილი და თავის შესაძლებლობების დაახლოებით 30-40% გამოავლეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი წინაღობა ქონდათ, მაგრამ ეს წინაღობებიც ის არის, რომ ჯანზე მოსაყვანი, ენერგიაზე მოსაყვანი და თეორიაში კარგი იყო რა. ფრინველი ბევრი ვნახეთ, მაგრამ ბევრი მუშაობები არ ქონდათ ძაღლს რა. იმიტომ რომ ძალიან მაღალი ბალახი იყო. ხო, ბალახიც მაღალი იყო, თავიდან ნიავი არ ქონდა. საღამოს როცა გამოვედი უკვე ნიავი იყო, მაგრამ ძაღლები დაყრდნები იყვნენ. ასე რომ ის რისინახვაც გვინდოდა, რომ ჯავახეთში რა ხდება, არ ფრინველი არის კარგად ამ ეტაპზე. ხედავთ ალბათ უკან მიმდინარეობს თიბოაც, მიმდინარეობს ყანის აღებაც და ალბათ 23-ისთვის აქ უკვე ბევრად კაი სიტუაცია იქნება. გაცილებით კაი სიტუაცია იქნება. მაგის გარდა რაც აქ ფრინველი არ არის, კიდევ უფრო მაღალი არის მინოწმინდა და მაღალმთიანი ჯავახეთი, დიდი ალბათობით იქაც კარგად იქნება ფრინველი რა, ასე რომ აჰა, ამ დროს ჩვენი გონდოც ნაბულზე არის ანამ მუშაობას ვამთავრებდით. მივუშვი დიდი ხანია დგას. ასე რომ წამოსვლა ღირდა ინფორმაციის მოსაგროვებლად მართალია თევზი ვერ დავიჭირეთ, იმიტომ რომ არ ვიყავით ზად. უბრალოდ დროის მოსაკლავად ჩავაგდეთ ანკესები, თევზიც მოდის. არის პატარა ქორჭილა და პატარა, რა ქვია მეორეს? ოკუნი და კარასი. ქართულად. ქორჭილა და აპარჩხანა. ხო, მოკლედ ასე რომ შეგიძლია ჩამოხვდეთ ითევზაოთ, მაგრამ სათევზაოდ დილით ადრე უფრო უნდა დაიწყოთ, ვიდრე ცოტა გვიან რა. დიდი მადლობა. ასე რომ ატარით ძაღლები, კიდევ არის დრო და საშუალება რომ დახვეწოთ ძაღლები, გაუმყაროთ ნაბული, გაუმყაროთ მუშაობა და კარგი სეზონი გექნებათ რა. დროებით.